მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს მონოლოგი მექნება და გარკვეულწილად წინა რამოდენიმე გადაცემის შეჯამებას მოვახდენ. წინა გადაცემაზე ვისაუბრებთ როგორც ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე, ირანზე, ისე ვისაუბრებთ ეკონომიკაზე. ორი სტუმარი ყავდა, რომელმაც ისაუბრა სწორედ ამ ეკონომიკურ საკითხებზე, პოლიტეკონომიკაზე და მინდა ვისაუბრო იმ ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და იმ რეალურ ალტერნატივაზე, რაც შეიძლება ჩვენ გქონდეს. ქართულ საზოგადოება დღეს იმყოფება გარკვეულწილად ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ერთი მხრივ რაღაც გამოწვევებს, სერიოზულ გამოწვევებს გაუძლო. ჩვენ აღარ ცხოვრობთ უკვე 2000-იან წლებში, როდესაც გარედან შეიძლებოდა საქართველოში რევოლუციების მოხდენა და საქართველოს როგორც სახელმწიფო გარკვეულწილად ყალიბდება როგორც ისეთ სახელმწიფოც, სადაც რაღაცა პროცესები თუ შიგნით არ არის მომწიფებული, თუ შიგნით არ არის მომზადებული, ესე გარედან უბრალოდ რაღაცა დაკვეთით რევოლუციები არ მოხდება, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ესეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია სტრატეგიულ საკითხებთან და ეს სტრატეგიული საკითხები ძალიან ბევრ სფეროში ვლინდება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ აქამდე, ჩვენი პოლიტიკა აქამდე იყო აგებული გარკვეულწილად პასუხზე, ხდებოდა რაღაცა მოვლენები და ჩვენ პასუხობდით, გარკვეულ რეაქციას ვახდენდით იმ გლობალურ მოვლენებზე და არა მარტო გლობალურ მოვლენებზე, არამედ ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ რაც ხდებოდა, იმ მოვლენებზე რაღაც რეაქციას ვახდენდით, მაგრამ არ ვახდენდით, არ გეგმავდით რაღაც ხანგრძლივ სტრატეგიას და არ გვაქვს, მოდი ვაღიაროთ, არც კონსერვატორებს და არც სხვა ისეთ არალიბერალური ჯგუფებს არ აქვს კაფეო ხედვა, არ ქონდა კაფეო ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მაგალითად საქართველოს 10, 20 ან თუნდაც 30 წლის შემდეგ, ხო? აი ეს გეგმა საერთოდ არ არსებობდა, იმიტომ რომ ყველა ორიენტირებული იყო მოკლე ვადიან რაღაცა პოლიტიკურ ტაქტიკებზე და არა სტრატეგიაზე. ამ პროცესმა რა გამოავლინა? მოდი აი შევაჯამოთ. ამ პროცესმა გამოავლინა ის, რომ ოპოზიცია, ლიბერალური ოპოზიცია აბსოლუტურად დამარცხდა. საერთოდ აღარ არსებობს ლიბერალური ოპოზიცია. მათ არა აქვთ არაფერი სათქმელი, ვერავფერს ვერ გვთავაზობენ, ვერ თავაზობენ საზოგადოებას. ისინი იმეორებენ უკვე ამ ძველ რაღაცა წარმოდგენებს, არის სამყარო შეცვლილია და არ შეიძლება სამყაროდასაც იცვლება წარმოდგენები არ შეგეცვალოს პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე და იგივე საუბრობდე, რასაც საუბრობდე მაგალითად 10 წლის წინ და პრაქტიკულად განადგურებული ეს ოპოზიცია აძლევს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ რაღაც გარკვეულწილად თქმობაში ჩავარდეს და ჩვენ ხედავთ ახლა ხელისუფლებას, რომელიც თქმობაში არის ჩავარდნილი. დამსახურებულად ხელისუფლებამ აჯობა ოპოზიციას, მაგრამ მოდი შეკითხვა დავსვათ. ზოგადად არის თუ არა სახელმწიფოს და უნდა იყოს თუ არა მთავარი ამოცანა მართველი ელიტის, რომ დაამარცხოს ოპოზიცია. კი, ოპოზიციის დამარცხება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, მაგრამ ჩვენ თუ ვამბობთ, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, ეს არ არის საკმარისი და ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. თვითმიზანი ყველანაირი ხელისუფლების, ძალაუფლების არის ის, რომ ჩვენ გქონდეს გარკვეული წილად ხედვა, თუ როგორ უნდა განავითარო შენი საზოგადოება და როგორ უნდა განვითარდე შენ როგორც პოლიტიკური კლასი, რა იდეოლოგიურ მიმართულებებისკენ მიდიხარ. ერთი ის, რომ მე ახლა ვიხსენებ ზოგადად, როდესაც მეტნაკლებად რაღაცა ესეთ აქტიურ პოლიტიკაში რაღაცნაირად ჩავერთე, როგორც ანალიტიკოსი, ვიხსენ აი ეგ სააკაშვილის ბოლო პერიოდი იყო, როდესაც ყველა არა ლიბერტანიანული, არა ნეოლიბერალური იდეა იყო მარგინალური, ხო? და ყველაფერი აბსოლუტურად მათ შორის ოპოზიციაც იყო ლიბერალური საბოლოო ჯამში. აი რაღაცა კულტურული კონსერვატიზმი კი იყო, მაგრამ ეს სადღაც აი ტივტივებდასავით, აი რაღაცნაირად ზედაპირზე იყო ძალიან ერთი-ორი კაცი თუ რაღაცას იტყოდა, აი ამ ძალიან ესეთი არა ჩამოყალიბებული და არამდგრადი იყო ეს კონსერვატიზმი და უფრო წინააღმდეგობრივ ფორმებს გავდა
ლიბერალური რეფორმის წინააღმდეგ იყო, ვიდრე რაღაცა შინაარსი, თვითკმარი შინაარსი ქონდა. ანუ არ იყო სტრატეგია განვითარების, არ იყო ხედვა თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო, ხო? არ იყო წარმოდგენა ამის შესახებ და აი ამ პოზიციებიდან ჩვენ ვჯერლობდით შემდეგნაირად, რომ მაშინ მე აქტიურად ვიყავი ჩართული მაგ მემარცხენე მოძრაობაში, მაშინ იყო ესეთი პარტია სოციალ-დემოკრატიული პარტია, მისი წევრიც ვიყავი და ესა სააკაშვილის პერიოდი და როდესაც ჩვენ რაღაცნაირად ვაკრიტიკებდით სააკაშვილს, ჩვენ ვაკრიტიკებდით კაფიოთ მემარცხენე პოზიციებიდან, ჩვენ ვამბობდით, რომ ძლიერი სახელმწიფო საჭიროა ჩვენ იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, სოციალურად დაიცვას. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს არასდროს არ ექნება იმხელა ბაზარი, რომ მას კონდეს ის სამეცნიერო და კულტურული პოტენციალი, რაც მას ტრადიციულად ჰქონდა სახელმწიფოს გარეშე, ანუ ბაზარს თუ ამას გადავაბარებთ, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ხო? უბრალოდ არ გვექნება არც მეცნიერება და არც კულტურა. შეუძლებელია სახელმწიფო რაღაც სუბსიდიების, სახელმწიფო ჩარევის გარეშე ჩვენ გქონდეს ძლიერი კულტურა და ძლიერი მეცნიერება. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს ეს ესმოდა, ამიტომ ერთი მხრივ მან ამით გაანადგურა საკუთარი რაღაც ძველი კულტურული ელიტები, მან გაანადგურა ის კულტურული ელიტები, რომლებმაც რაღაც წარმატებას მიაღწიეს, მან გაანადგურა ინსტიტუტები, მან გაანადგურა სამეცნიერო პოტენციალი და მეორე მხრივ მან შექმნა საკუთარი კულტურული ელიტები, საკუთარი ინტელექტუალური ელიტები, რომელსაც სუბსიდირებდა ძალიან აქტიურად. მთელი უნივერსიტეტები გატენა, ესე ვთქვათ, საკუთარი NGO კადრებით, გატენა ლიბერალური კადრებით, უნივერსიტეტები აქცია ლიბერალურ ინსტრუმენტებად და კულტურული სფეროს გარკვეულწილად მოახდინა შეთვისება, თუმცა კულტურის სფეროში მაინც იყო რაღაც ძლიერი მოძრაობები, რომლებმაც რაღაც არ მიიღეს ეს შეთავაზება და იბრძოდნენ და აი ამ რაღაცა ინერციამ ეს ინსტიტუტებმა ინერციით ოცნების დროს გააგრძელეს მუშაობა. მთელი ოცნების მმართველობის პერიოდში იმის მიუხედავად, რომ გამოცხადებულია რაღაც განათლების რეფორმა, ამის მიუხედავად მთელი ეს პერიოდი საგანმანათლებლო და იდეოლოგიური სისტემა იყო ჩაბარებული იმ კადრებზე და იმ ინსტიტუტებზე და იმ კულტურულ ელიტებზე, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. და ბუნებრივია ეხლა დღეს, როდესაც ბევრს არ მოწონს რაღაც ახალგაზრდების აზროვნება, იმიტომ რომ ისინი ძალიან მეინსტრიმულები არიან, ლიბერალურად განწყობილები, ძალიან ესე იგი იმდენად ლიბერალურები არიან, რომ ადამიანებს უკვე როგორ შეიძლება ამ გარემოში, ამ რაღაც მეტნაკლებად ტრადიციულ გარემოში, სოციალურ გარემოში, როგორ ჩამოყალიბდნენ ესეთი ახალგაზრდები. ძალიან მარტივად. ჩვენ მივეცით იმის საშუალება იმ ხალხს, გულისხმობ სააკაშვილის იდეოლოგიურ ელიტებს და კულტურულ ელიტებს, იმის საშუალება მივეცით, რომ ახალგაზრდების გონება, ახალგაზრდების აზროვნება შეეცვალათ. ანუ ის რომ დღეს თაობათა შორის გარკვეულწილად პრობლემებია, ეს არის დაკავშირებული იმ პოლიტიკის გაგრძელებასთან, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო. ჩვენ ამ შემთხვევაში იმ ადამიანებმა, რომლებიც უპირისპირდებოდნენ სააკაშვილს, არ შევცვალეთ და არ მოახდინეთ ზეწოლა ხელისუფლებაზე და რაც ხელისუფლებაზე არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ განათლების სისტემა შეცვლილიყო. და ამან გამოიწვია ის პრობლემა, რა პრობლემას დღეს არის. დღეს არის კულტურული ომები, მაგრამ კულტურული ომების ეს ერთი ნაწილია მხოლოდ ამ პრობლემის. ამას აქვს მეორე ნაწილი. მეორე ნაწილი იყო ის, რომ მთელი ეს ახალი, მოდი ესე ვთქვათ, აი თავარი ჩემთვის პრობლემა ყოველთვის რა იყო კონსერვატიზმში. და ესე იგი ვერ ხდება კონსერვატიული მოძრაობების მობილიზაცია სხვა იდეის ირგვლივ გარდა სექსუალური უმცირესობისა. მოდი ვაღიაროთ ეს, რომ 17 მაისი იყო ეს თავის დროზე თუ რაღაცა სხვადასხვა მოძრაობები, ამ იდეით კი ბატონო, ადამიანები რაღაცა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ რაღაცა იკრიბებიან და საკმაოდ რაღაცა ძალას აჩვენებენ, ძალას დემონსტრირებენ, ხო? მაგრამ აი სხვა უფრო მნიშვნელოვანი იდეა, ანუ
კონსერვატიზმს მეტი სხვა იდეა არ გააჩნია. კონსერვატიზმიც კი ის არის, რაღაც რეაქციულია, რომ მხოლოდ რეაგირებს გარემოვლენაზე, რეაგირებს ლიბერალების აქციაზე, სულ პასიურ მდგომარეობაში უნდა იყოს. ან როდის იქნება, როდის მოხდება ის, რომ კონსერვატიზმი გააქტიურდება და საკუთარ დღის წესრიგს, საკუთარ რაღაც პროგრამა შემოგთავაზებს, საკუთარ ხედვას შემოგთავაზებს. აი, მოდით წარმოვიდგინოთ, რომ უცბად ლიბერალებმა უარი თქვას სექსუალური უმცირესობების თემატიკაზე. მაშინ მოდით დავსვათ შეკითხვა, რა განსხვავება იქნება კონსერვატიზმსა და ლიბერალის შორის. და აღმოვაჩენთ, რომ თუ ადამიანებს აწუხეთ ლიბერალიზმი მხოლოდ ეს, მაშინ აღმოჩნდება, რომ იმ კონსერვატიზმი ძალიან ლიბერალური ყოფილა, იმიტომ რომ თურმე არ აწუხებს ამ კონსერვატიზმს, ესეთ კონსერვატიზმს, ის სოციალური მდგომარეობა და ის კაპიტალიზმიდან, იმ კაპიტალიზმიდან, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ხო? 90-იანი ნეოლიბერალური სისტემის შედეგები თურმე არ აწუხებთ ადამიანებს, თურმე ყოფილა ისე, რომ ეს ეკონომიკური პოლიტიკა მათთვის მისაღები ყოფილა. თურმე სოციალურად ორიენტირებულ სახელმწიფო სულ არ დომევიათ ამ ადამიანებს და უბრალოდ აწუხებდათ აი ზედაპირზე მყოფი რაღაცა კულტურული თემატიკა, რომელიც სექსუალურ ორიენტაციას ეხება და სექსუალურ იდენტობას ეხება. რა თქმა უნდა, მე თვითონ ამ კულტურული თემის მნიშვნელობას არ უარყოფ, მას აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა, იდეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა აქამდე, მაგრამ თუ აქამდე დადის, მარტო აქამდე დადის კონსერვატიული იდეოლოგია, მაშინ კონსერვატიზმს არ აქვს არანაირი ხედვა მომავალს. და ის რჩება მხოლოდ რეაქციული, და ის რჩება მხოლოდ ესეთი პასიური მოთამაშე, რომელიც მხოლოდ აი რაღაცა კულტურული გამოწვევების წინააღმდეგ შეიძლება რაღაცა გააქტიურდეს და აი და რასთავარია თუ ესეა, მაშინ კონსერვატიზმს არ აქვს პოზიტიური შინაარსი. მაშინ ძალიან რეაქციულია და ნეგატიური შინაარსი. ძალიან რეაქციულია და ნეგატიური შინაარსი, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც манипуლირებენ, უფრო ძლიერები აღმოჩნდებიან, თუ ადამიანებს არ აქვს ხედვა, როგორ უნდა იყოს მომავალი, ესეთ პასიური მდგომარეობაში ყოფის საზოგადოების манипуლაცია ძალიან მარტივია. და რაც ხდება, აი იგივე რა შეცდომები მოგვივიდა ჩვენ მაგალითად ტრამპთან მიმართებაში, ხო? ტრამპი რომელიც უპირისპირდებოდა ამ ლიბერალურ დღის წესრიგს, ვოუკიზმს, ხო? მართლაც აი დღესაც გამოდის აქტიურად ვოუკიზმის წინააღმდეგ, მაგრამ მოდი დავაკვირდეთ ტრამპის პოლიტიკას და ჩვენ ნახავთ, რომ ჩვენ რომ მიუბაძოთ ტრამპს, არაფერი კარგი არ გამოვა ამისგან. ტრამპის პოლიტიკა ესაა კრიზისული პოლიტიკა. ტრამპი არის ეკონომიკურად ლიბერტარიანელი. მას მიაჩნია, რომ მინიმალური სახელმწიფო უნდა იყოს, მაგრამ ეხლა რადგან რაღაცა კრიზისული პერიოდია, სახელმწიფოს როლი ესმის, უფრო ზედიის სახელმწიფოს როლს და საკუთარ იდეოლოგიასთან კი მოდის წინააღმდეგობაში, მაგრამ კრიზისებს ვერ ლახავს. აგერ კალიფორნიაში ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა აქვს გამოცხადებული და მეორე მხრივ ინდუსტრიების დაბრუნება უნდა. აგერ Apple-ზე იყო საუბარი, როდესაც ჩინეთიდან სხვადასხვა სანქციების შიშით აიძულოს, რომ გამოსულიყო და Apple-მა რა გააკეთა, ჩინეთის მაგივრად სად გადავიდა, ამერიკაში არ დაბრუნებულა. დაბრუნდა, წავიდა ინდოეთში. ინდოეთში გადავიდა Apple-ის კომპანია, ხო? და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თავარ ამოცანას, რაც დაპირებას, რაც იყო ინდუსტრიების დაბრუნება, ამას ვერ ასრულებს ტრამპის ადმინისტრაცია. იმიტომაც ვერ ასრულებს, რომ ის სინამდვილეში ბაზა მასსა და ბაიდენს შორის ეკონომიკური ბაზა ერთი და იგივე იყო. ერთი და იგივე ეკონომიკური ბაზა იყო. კი, პოლიტიკურად განსხვავებული ძალები იყვნენ, მაგრამ ეკონომიკური ბაზა ესე ერთი და იგივე. მეორე მნიშვნელოვანი, ეხლა საქართველოს რო დაუბრუნდეთ. საქართველოშიც ესაა. ჩვენ თუ გონია, რომ რაღაცა თავისუფალი ბაზარია, ბაზრის პრინციპები, რამოდენიმე შეძლებული ადამიანი, მილიონერი ასე ვთქვათ, რამე ხერს მოგწევს, ჩვენ ნახოთ აი იგივე თანამედროვე სტატისტიკა. მე ძალიან მომწონს ის, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, მაგრამ როგორ ნაწილდება? აი აქა პრობლემა. ეკონომიკა იზრდება, მაგრამ მოსახლეობა გადის. აი ეს დიქოტომია არის პრობლემური. და
ეს პრობლემური რატომ არის? იმიტომ რომ როგორც განათლების სისტემა მივიღეთ ჩვენ მემკვიდრეობით და გავაგრძელეთ, ხო? სააკაშვილიდან, ისე ეკონომიკური პარადიგმები და ეკონომიკური აზროვნება, ეს არის აბსოლუტურად სააკაშვილის რაღაცა აზროვნება, ბენდუქიძის აზროვნება, კი, უფრო მეტად რა შედარება, უფრო მეტად სოციალური გახდა თანამედროვე სახელმწიფო, მაგრამ მოდი ვთქვათ სიმართლეს, სინამდვილეში ეს სოციალური სახელმწიფოც კი, სოციალური პოლიტიკებიც, უფრო სწორედ, სოციალური სახელმწიფო არის სოციალური პოლიტიკებით, წაახალისა რამოდენიმე ბიზნესი, წაახალისა რამოდენიმე კომპანია და შექმნა რაღაც უფრო მეტი მონოპოლია და საბოლოოდ მონოპოლიები რა შვება, ეკონომიკა როდესაც იზრდება, ფული მიდის არა ყველასთან, არამედ აი ამ ჯგუფებთან. ანუ მდიდრდება, რა თქმა უნდა, ქვეყანა მდიდრდება, მაგრამ ყველა არ მდიდრდება მხოლოდ რაღაცა ჯგუფები. ხა, ამის საწინააღმდეგო რა არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ევროპა გვინდა, ხო? ევროპული სახელმწიფო, აი თანამედროვე ევროპაზე ვქვა, ხო, ჩვენ საუბარი. ეს როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩდება, იქნება დიდი შეთანხმება, კლასობრივი შეთანხმება. მათ იცოდნენ, რომ აქეთ იყო საბჭოთა კავშირი, იქით იყო ამერიკის შეერთებული შტატები და რო არ მოხდარიყო, ძალიან ძლიერი იყო კომუნისტური მოძრაობები. რო არ მოხდარიყო კლასობრივი ანტაგონიზმი, ევროპულმა პოლიტიკურმა, ფინანსურმა და ასევე ინტელექტუალურმა კლასმა, რო დაინახა რა გამოწვევის წინაშე იყო, მოახდინა დიდი შეთანხმება და ეს დიდი შეთანხმება იყო სოციალური სახელმწიფოს შექმნის იდეა. გახდა საფუძველი, სოციალური სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდა ეს შეთანხმება. და ამ შეთანხმებაზე აღმოცენდა ის კეთილდღეობები, რაც ადამიანებს მოწვევს მაგალითად, როდესაც მიდიან შვედეთში, სკანდინავიაში, როდესაც მიდიან გერმანიაში, როდესაც მიდიან ჰოლანდიაში. ეს ყველაფერი არის სოციალური სახელმწიფოს შედეგი. ანუ თუ რამე არის ევროპული სახელმწიფო იყო სოციალური სახელმწიფო, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო, საკუთარ მოსახლეობის დაცვა, სოციალურად ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ეს სიძლიერე რეპრესიებში კი არ გამონინდებოდა, მაგალითად სააკაშვილის დროს როგორ ესმოდა ძლიერი სახელმწიფო. სააკაშვილის დროს ძლიერი სახელმწიფო ესმით როგორც რეპრესიული მანქანა, ხო, რომელიც თრგუნავს ადამიანებს, რომელიც ახორციელებს რეპრესიებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს არაფრის თავი არ აქვთ იმის საშუალება, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ესეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ესეთი ძლიერი სახელმწიფო არ შექმნეს, ის ნეოლიბერალური ძლიერი სახელმწიფო. ანუ ის მცირე არის ეკონომიკაში, ანუ ის არ უწყობს ხელს, რომ მოხდეს სოციალური თანასწორობა პირიქით, ვინც კი ამ სოციალური თანასწორობის ესე იგი იდეის მომხრე არის, ან იბრძვის ამ სოციალური თანასწორობის, მის წინააღმდეგ რეპრესიებს ახდენს. არა, ევროპული სახელმწიფო არის ძლიერი, იმიტომ რომ ის ახდენდა აქამდე ყოველ შემთხვევაში ახდენდა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, სოციალურად უზრუნველყოფდა და ახდენდა ესე იგი იმ კლასის, საშუალო კლასის შექმნას და იმ სოციალური ფონის შექმნას, სადაც ყველას უნდა წასვლა. კი, თქვენ მოისმენთ ძალიან ბევრ კრიტიკას, რომ ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანებს აღარ უნდა ჩრომა და სოციალურ დახმარებებზე დადიოდნენ და ასე შემდეგ, რაც ცუდი სისტემა, რომ ადამიანები უფრო ზარმაცები ხდებიან და ასე შემდეგ. მაგრამ შეხედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. იქ სადაც არ იყო ეგ სისტემა, რა ხდება? უსახლკაროების რაოდენობა 4-დან 6 მილიონამდე არის. კალიფორნია იყო ამის ყველაზე კაი მაგალითი. ესა და ამ ადამიანებს არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდათ განვითარების, არანაირი ნული პერსპექტივა ჰქონდათ. და ამერიკაში, აი ტალონებზე იყვნენ ესეთი უსახლკაროები, საჭმელი ჰქონდათ ტალონებით. და ეს არის კარგი და ის იყო ევროპული სოციალური სახელმწიფო იყო ცუდი, ანუ რას ვამბობ, კი, ყველა სისტემას აქვს საკუთარი მინუსი. ამას უნდა გაუსვა ხაზი. არ არსებობს იდეალური სისტემა. რაღაცას, როდესაც აშენებ, რაღაცის ფასად აშენებ, რა თქმა უნდა. ხო, ესე იგი, თუ შენ სოციალურ სახელმწიფოს აშენებ, შენ შეიძლება უმუშევარი დარჩე, მაგრამ არ დაიღუპო, რა თქმა უნდა, და ეს გარკვეულწილად კი შეიძლება მობილიზაციის დონეს ამცირებს ადამიანში, შეიძლება
და შენ გაქვს იმის ფუფუნების საშუალება, რომ არ იყოს სულ მობილიზებული, რაც არ გამოვა ამერიკის შემთხვევაში, მაგრამ სამაგიეროდ შენ ქონდა იმის საშუალება, რომ ყოფილიყავი დაცული და გეფიქრე საკუთარ განვითარებაზე. რამდენიმე წელი გადაგედო, რომ რაღაცა პროფესია ახალი პროფესია აგეთვისებინა, ქონოდა რაღაცა დახმარებები და გამოსულიყავი ამ მდგომარეობიდან და ადამიანურად გეცხოვრა. აი ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი არჩევანი. ჩვენი გამოწვევა არის ძალიან ესე იგი თვალშისაცემი. ირგვლივ იწყება დიდი ომები. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ომები იქნება. ეს ომები არ არის რომელიღაცა ადამიანებზე დამოკიდებული მართველებს გულისხმობს. ეს არის იმ გეოპოლიტიკის რაღაც ლოგიკის გაგრძელება, რომელიც უკვე დაიწყო და რომელსაც ვერავინ ხელს უკვე ვერ შეუშლის. ეს არის პროცესი, ახალი სამყაროს შექმნის პროცესი. ამ პროცესში ზოგი უფრო მეტად დაზარალდება, ზოგი ნაკლებად დაზარალდება. ყველა დაზარალდება. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ არ არსებობს რეგიონი, რომელიც არ ზარალდება ამ გადანაწილებით. ევროპა ზარალდება. აგერ ჩვენ ხედავთ, რომ იაფინედლეული არ შედის იმ სოციალურ სახელმწიფოზე, რაზეც ახლა საუბრობდი, სწორედ პრობლემა ექნება, იმიტომ რომ ხარჯები იზრდება, იქნება გარკვეული პრობლემები, კრიზისული, ანუ ამას ემატება საიმიგრაციო პრობლემები, ამას ემატება კიდევ სხვა სახის პრობლემები, უკრაინა-რუსეთის ომი და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავთ რუსეთის, რომელსაც კი ჩვენ ხედავთ, რომ სანქციებმა რუსეთი არ დაანგრია, ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა მუშაობს, მაგრამ რუსეთს აქვს შიდა რაღაცა პრობლემები და ის კარგავს საკმაოდ ბევრ საკითხში, საკმაოდ მონგებიან რაღაც კონტრაქტებს კარგავს, ჩილოეთ ნაკადი აფეთქებულია და პრობლემაა რუსეთისთვის, თუმცა რუსეთს რო შევხედოთ, აქ ჯერ კიდევ თამაში გრძელდება და კაციშვილი მარიცის რომელ რეგიონში შეიძლება გაჩნდეს ახალი ცეცხლი, ხო? და ეს მუდმივი მობილიზაციისა და მუდმივი სტრესის მდგომარეობას ქმნის თვითონ რუსეთში. ჩვენ ხედავთ ჩინეთს, სადაც იმის მიუხედავად, რომ სატარიფო ომია გამოცხადებული, ბევრი კომპანია იხურება ჩინეთში. ჩინეთი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ეხლა თქვათ, რომ უპრობლემო არის, მაგრამ ის ადეკვატურად პასუხობს ამ გამოწვევებს და ქმნის ალტერნატიულ გზებს, ალტერნატიულ რაღაც კომუნიკაციებს, ალტერნატიულ ესე იგი ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ, იმისთვის რომ ახალ სამყაროში მან საკუთარი თავი დაემკვიდროს, ხო? ის ძალიან ესეთი მას აქვს შიდა კრიზისი და ამ კრიზისს უმკვლელდება იმით, რომ იქ არ არის დემოკრატიული სისტემა, იქ არის ავტოკრატიული სისტემა და ეს ავტოკრატიული სისტემა კომპანიების გაღარიბებას, ანუ როდესაც ეს კომპანიები ვეღარ შედიან ამერიკულ ბაზარზე, იქ არის მთელი რიგი ესე იგი გამოსვლები. ამ გამოსვლების ნეიტრალიზებას ახდენს. ანუ ეს არა უმკვნელო სისტემა ამის გამინდოდა. აგრეთვე ჩვენ ხედავთ ინდოეთსა და პაკისტანის საზღვარზე თურმე ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემები ყოფილა ამ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ხედავთ აგერ ისრაელსა და ირანთან მიმართებაში, ხო, დიდი პრობლემები. ანუ ყველგან არის ცეცხლი მოდებული. ზოგთან უფრო დიდი არის ეს ცეცხლი, ზოგთან შეიძლება პატარა არის ეს ცეცხლი, მაგრამ გადანაწილება იწყება და ამ პროცესში ვართ ქართველები, რომლებიც 3 მილიონი ბოლო დათვლებით 700,000 ვართ, სადაც წელიწადში 46,000 ადამიანი ემიგრაციაში მიდის, ხო, 46,000 ადამიანი მიდის ემიგრაციაში, რომლის რაოდენობას კიდე გაზრდილია ბოლო 2 წლის განმავლობაში და თავდაცვის უნარიანობა არ აქვს ისეთი მაღალი, როგორიც უნდა გქონდეს, და ეს თავდაცვის უნარიანობა პირველ რიგში დემოგრაფიასთანაა დაკავშირებული, ჩვენ რომ მაქსიმალურად მოვინდომოთ ამ 3,700,000 ადამიანისგან ტოტალური მობილიზაცია რო იყოს 300,000 ადამიანი, ესე იგი დაგჭირის გამოყვანა შევძლებთ, ხო, ესაც აი რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს, რომ ამდენი ადამიანის გამოყვანა შევძლოთ. ეს არაა საკმარისი იმ გამოწვევებისთვის, იმ პრობლემებისთვის, რა პრობლემები შეიძლება დაგვემართოს. ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ხლა საუბარი იყო და საუბარი არის
თუ რამდენად ძლავრი იქნება ირანზე შეტევები, ხო? წარმოვიდგინოთ, აქ ირანს აქვს ბირთვული სადგურები. წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი ბირთვული სადგურის აფეთქება ეს თელი რადიაციური პირდაპირ ჩილოჩი მოვაოთ, ხო, ქარს. ჩვენთან წამოვა ეს რადიაციული ნაკადი, ხო? რადიაციული ნაკადი რო არ მოხდეს ეს აფეთქება და ეკონომიკური ობიექტები რო დაბომბოს, უბრალოდ და გაუნადგუროს ინფრასტრუქტურა ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანს, უამრავი მიგრანტი მოგვაწყდება. სამდენო წავიდნენ ხა ირანელები, წარმოვიდგინეთ, ირანელები ცხოვრობენ რეგიონში, სადაც ძირითადად შიიტები თვითონ არიან, დანარჩენი სუნიტები არიან, რომლებიც ოცნებობენ ამ შიიტების მოკლაზე. და სუნიტებს აქვთ ესე დამოკიდებულება, რომ სხვა რელიგიასთან მიმართებაში, ხო, აი იგივე ქრისტიანზე უფრო ისეთი მტერი, ესა შიიტი. შიიტი უფრო გაცილებით დიდი მტერია, ვიდრე ქრისტიანი ან იუდაველი, ხო? და ვერსაც წასვლილი, არსად წასვლილი ამ ადამიანებს არ ექნება გარეთ კავკასიური სახელმწიფოების. ვართ მზად, რომ რაღაცა ესეთ შემთხვევაში რა გვაქვს ეს სტრატეგია, გვაქვს ეს ამაზე ნაფიქრი, არსებობს ინსტიტუტები, რომ ამაზე ემუშავა, არ არსებობს, არც ინსტიტუტები არ არსებობს ამის, არც სტრატეგია არ არსებობს ამის, არც სურათი არ არსებობს ამის და ინსტიტუტების დანიშნულება რა არის? ინსტიტუტების დანიშნულება არის ის, რომ გაითვალისწინოს რამოდენიმე ვერსია, რაც შეიძლება მოხდეს და ყველა ვერსიისთვის მზად იყოს. განა ის, რომ ყველა ვერსია მოხდება. რა თქმა უნდა, ესე შეუძლებელია, რომ ყველა ვერსია მოხდეს და ვერც მოხდება, მაგრამ ვინცობა, რომ რაღაც ესეთი გამოწვევის წინაშე დავდგეთ, ქვეყანა მზად იყოს ინტელექტუალურად, ნებით, მორალურად, ინფრასტრუქტურულად და ტექნოლოგიურად, რომ გადაეწოს ამ ახალ რეალობას. ჩვენ არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ხვალე როგორ შეიძლება როგორი სურათი უნდა ქონდეს. ეს სტრატეგია, რომ შვიდობა უნდა იყოს, აი ეს ამ დღეებში გავრცელდა, აი ძალიან პოპულარული გახდა ეგ სურათი, რუკის სურათი, სადაც თვითმფრინავები დაფრინავენ და აღმოჩნდა, რომ აი მთელ ახლო აღმოსავლეთში არ დაფრინავენ თვითმფრინავები და კავკასიის გავლით საქართველოზე სავსე არის თვითმფრინავები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რჩება რაღაც მშვიდობის ოაზისად, ხო? ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ გვაქვს კი გარანტია, რომ ეს გაგრძელდება და გვაქვს კი გარანტია, რომ ამან შეგვიყვანოს რაღაც ტკბობაში და ამით უნდა დავტკბეთ. რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი მდგომარეობის ინარჩუნებ კარგია, მაგრამ საჭიროა საზოგადოებრივი დისკურსი და ზოგადად პოლიტიკური დისკურსი იყოს სხვა რამეებისკენაც მიმართული. იყოს მიმართული იმ რეგიონისკენ, რა რეგიონიც უშუალოდ ჩვენ გვემეზობლება და იყოს ამაზე საუბარი. აღარ შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ ხოშტარიაზე, აგერ უკვე რამოდენიმე ოპოზიციონერი დაიჭირეს და აღარ წარმოადგენენ არანაირ საფრთხეს, არც აქამდე წარმოადგენენ, მე თუ მკითხავ, მაგრამ საერთოდ განულდა მათი რაღაცა პოლიტიკური გავლენა, ხო? აღარ აქვთ მათ რაღაცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა და უცბად ჩვენ აღმოჩნდით მდგომარეობაში, როდესაც აღარაა საჭირო ამდენი ილაპარაკო იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ესე ვთქვათ, არ არის უნარიანი, თუნდაც რაღაცა დივერსია მოახდინოს. უნარო გახდა უკვე აბსოლუტურად ეს პოლიტიკური ძალა, რომ დივერსია მოახდინოს. ეხლა სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამ გამოწვევებს ჭირდება გადაწყობა. გადაწყობა ჭირდება, ამას ჭირდება ახალი რეალობის შექმნა, პოლიტიკური რეალობის შექმნა და ამას ჭირდება ახალი პოლიტიკური აზროვნების დამყარება. და ახლა რაზე უნდა იდგას ეს ჩემი აზრით ეს ახალი პოლიტიკური რეალობა. ეს ახალი პოლიტიკური რეალობა უნდა იყოს ისეთ საკითხებზე, რომელიც ლიბერალურმა დღესასრიგმა აბსოლუტურად დაგვავიწყა. პირველ რიგში ეს უნდა იყოს ისეთ საკითხებზე, რაც არის ეროვნული ინტერესები და ეროვნულობის განსაზღვრა. რა არის ეროვნულობა, ხო? როდესაც ვსაუბრობ ეროვნულობაზე, ეროვნულობას სჭირდება საკუთარი განსაზღვრება. ეროვნულობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ წარმოდგენაში ხშირ შემთხვევაში ეს არის რაღაცა საქართველოს ისტორიის წიგნი, ხო? და იქ წარსულში რაღაცა რაც მოხდა, ისტორიული ამბავი, ეს არის ეროვნული ნაწილი. არა. რა თქმა უნდა, ესაც არის ეროვნული ისტორია არის ეროვნულობის ნაწილი, მაგრამ
ეროვნულობა ამ შემთხვევაში ნაციონალიზმი სხვა ენით რო ვთქვათ, ეს არის ის, რომ შენ გაგაჩნია შენი ერის, შენი კულტურის გადარჩენის და განვითარების სურათი. არ ეგ სურათი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება. ხლა ამ სურათის მიხედვით აი ჩვენ რას ვანვითარებდით? ლიბერალური პარადიგმა ჩვენ გვეუბნებოდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება აი იგივე ალასანიაც ამას ამბობდა, თემურ ალასანიაზე მაქვს საუბარი, რომ კარგია ადამიანები ერთმანეთს რომ რაღაცა ეჩხუბებიან რაღაც იდეების გამო და სულ ერთმანეთს რომ ჭამენ. აი ეს არის ლიბერალური პარადიგმა. სიამთლეში ქართული საზოგადოება თუ მუდმივ სამოქალაქო, ცივ სამოქალაქო ომში იქნება, ის პრინციპულად ვერ განვითარდება. ანუ ნახეთ, იდეაში ყველა ადამიანს უფრო მეტი აქვს განსხვავებული ვიდრე საერთო. მაგრამ სწორი და ეროვნული პოლიტიკა არის ის, როდესაც შენ საერთოს აწარმოებ ჭარბად. როდესაც აი ამ საერთოზე დახავს და მთელი კონცენტრაცია ხდება საერთოზე. აქამდე ყველაფერი იყო იმაზე მიმართული, იმისკენ მიმართული, რომ ჩვენ ყოფილიყავით გათითოკაცებული, დაყოფილები და გარკვეულწილად ესეთი საზოგადოება შეგვიქმნა, სადაც აი რაღაცა მე უწოდებ ესეთ საზოგადოებას, ბაბლების საზოგადოებას, ხო რაღაცა ბაბლში რომ მოხდი, იქ სხვა აზრის წარმოება არ შეიძლება და ეს რაღაც ბაბს თავის წარმოდგენა, რომ ისინი არიან ფსევდოელიტურები და ხებს რაღაცა ზემოდან უყურებენ. არა, ეს არის ლიბერალური საზოგადოება. მე ლიბერალური საზოგადოების მოწინააღმდეგე ვარ. მე მაქვს აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა, ეს განსხვავებული წარმოდგენა არის შემდეგი, რომ საზოგადოება უნდა იყოს ბაზისურ იდეების ერთგული. და ეს ბაზისური იდეები უნდა ეფუძნებოდეს არა ისეთ რაღაცას, რაც იცვლება ისტორიაში. აი მაგალითად, რაც ლიბერალებმა გამოაცხადეს, ხო, ნატო ან რაღაც ევროკავშირი, ხო? ეს რა არის? ეს არის რაღაცა ისტორიის რაღაცა მოვლენებია, როგორ შეიძლება მაგას მიაბა ეროვნული იდეა. არა. თავარი არის რაღაცა ის, რაც არ იცვლება, ის რაც მუდმივია, რაც ამ ჩვენ რო ისტორიას, საქართველოს ისტორიას ვკითხულობთ, წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების ფეოდალური საზოგადოებების ისტორიას ვკითხულობთ, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენგან. მაგრამ არსებობს იმ ფეოდალურ საზოგადოებაში ის რაღაცა მუდმივი ქართული კულტურის ელემენტები, რომელსაც ჩვენ ვცნობთ და გვესმის, რომ ეს სწორედ ჩვენი იყო და ჩვენ ვართ ისინი, ხო? ანუ დაფუძნებული უნდა იყოს რაღაც მუდმივობას. ეს მუდმივობა რა არის? ეს მუდმივობა არის ის განსაკუთრებული კოლექტიური რაღაც ერთგულების ნიშნები, რომელიც აქამდე ვაწარმოებდით. სტუმარ მასწავლებლის ქვეყანა ვართ, ხო, საზოგადოება ვართ. სადაც ჩვენ რო გავიგებდით, რომ უცხო ადამიანი, სტუმარი, უცხო ადამიანი, ხო, ამ შემთხვევაში ქართველზეა საუბარი, მოდიოდა შენთან, შენ მას როგორც უცხოს კი არ იღებდი როგორც შენიანს. აი ეს მომენტი, რომ ჩვენ სხვა ადამიანში, სხვა ქართველში არ დავინახოთ მაინც და მაინც აი ეს დაყოფილი რაღაცა ერთმანეთთან ტრულად ყოფილი ადამიანები, არამედ დავინახოთ ერთიანი სივრცე, ეს სულ სხვა აზროვნების ფორმას მოითხოვს. ეს მოითხოვს იმას, რომ კი რაც შეიძლება მეტი უნდა გაცე, მაგრამ უნდა აწარმოო, აი თავარი ეს არის, უნდა აწარმოო კოლექტიური ინსტიტუტები. ეს კოლექტიური ინსტიტუტები რა არის? ეს კოლექტიური ინსტიტუტი არის ოჯახი და დღეს ქართული ოჯახი რო სუსტია, ისეთი სუსტი არასდროს არ ყოფილა. ესეთი სუსტი არ ყოფილა 90-იან წლებში ქართული ოჯახი. დღეს გაყლების რაოდენობა უკვე გაზრდილია ვიდრე ქორწინების რაოდენობა და ეს არის პირდაპირ იმ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პოლიტიკის შედეგი, რაც ლიბერალიზმია და მე აი გეტყვით შვედეთში არის ესეთი სამინისტრო, მარტო ხელათა სამინისტრო მქვია მგონი. თუ მარტო სულთა სამინისტრო. ეს მარტო ხელა ადამიანები კი არ არიან. მათ შვილები ჰყავთ, შვილიშვილები ჰყავს, მაგრამ ურთიერთობა აღარ აქვს მათთან. ანუ ეს ინდივიდუალიზმის კულტურა იმდენად გაათითოკაცა ისინი, რომ სამინისტროები და ისინი შექმნილ დეპარტამენტები არის უნივერსიტეტში შექმნილი ესეთი ადამიანების. ანუ ჩვენთან ხო ეს წარმოუდგენელი იყო აქამდე, მაგრამ ინდივიდუალიზმის კულტურას აქეთკენ მივყავართ და ვისაც გონია რომ ეს დასავლური კულტურის ყველა ასპექტი არის კარგი,
ცდებით არ არის ყველა ასპექტი კარგი. კი შეიძლება რაღაცა ვითომ მე თავისუფლებას მოიპოვებ, მაგრამ უფრო მეტად დამოკიდებული ხდები მთელ რიგ ეკონომიკურ ჰეგემონიაზე, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ კი ოჯახი გაგაჩნია და თუ კი გაგაჩნია ეს სანათესაო წრეები, ხო? და სამეგობრო წრეები, ანუ კოლექტივის ნაწილი როდესაც ხარ, 2, 3, 4 ადამიანი უკვე მონა ვერ იქნება. და გადადოკაცებული ადამიანი ეს არის პრაქტიკულად განწირული იმისთვის, რომ სულ დამოკიდებული იყოს რაღაცა ესეთ საზოგადოებებს. რატო ხდება რომ ეს ევროპული კულტურა მარტივად რაღაცა მარტივად ევროპულ კულტურაში მარტივად გაიდგა ფეხი აი ამ რაღაცა ლიბერალურმა ვოუქიზმებმა და სხვადასხვა რაღაცებმა. იმიტომ რომ ინდივიდუალიზმის კულტურა არის და ინდივიდუალიზმის კულტურა სადაც არის იქ ამ ინდივიდის უკან აღარ არის უკვე ტრადიციები და ეს ინდივიდი მოწყვლადია. აი ამ მოწყვლადობამ აქცია ის შესაძლებლობა რომ ადამიანებს ეშინოდათ რაღაცა ვიღაცა სახელმწიფოდან რომ მოდიოდა იმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ხო? და სკოლაში რომ შემოდიოდა შენ შვილთან რაღაცა ურთიერთობა სხვა რაღაცას რო ასწავლიდა, შენთვის მიუღებელი რაღაცას რო ასწავლიდა. გეშინოდა და ეს არის ინდივიდუალიზმის კულტურის შედეგი. ჩვენ როდესაც დავიწყოთ მიბაძვა ესეთ რაღაც კულტურაზე, აღმოჩნდა ის რომ გვენგრევა, თავზე გვენგრევა ოჯახის ინსტიტუტი, გვენგრევა თავზე გვენგრევა მთელი რიგი ის ინსტიტუტები, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირიქით სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული აი ამ არა ინდივიდუალიზმის კულტურის განვითარებაზე, არამედ ამ კოლექტიური ურთიერთობების განვითარებაზე. და რაც უფრო ღრმა იქნება ეს კოლექტიური ურთიერთობები, მით უკეთესი და მით უფრო ძლიერი იქნება საზოგადოება. მეორე მნიშვნელოვანი რაღაცა, ეს ეგრეთ წოდებული აი არის სხვადასხვა ესეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რომლებიც ამას სხვადასხვა ახერხებენ. ესა სამეგობრო სამხანაგო წრეების გაძლიერება. აი ყველაზე ესეთი ჩემი ემპირიული გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ აი მესამე კურსზე წავედით ჩვენ რეზერვში. აი კურსი რეზერვამდე და რეზერვის შემდეგ იყო ორი განსხვავებული კურსი. რეზერვის შემდეგ ეს იყო აბსოლუტურად შეკრული ერთმანეთთან რაღაცა სხვა ურთიერთობებში მყოფია ადამიანები გავხდით და რეზერვამდე აბსოლუტურად განსხვავებული ურთიერთობები იყო. ანუ უნდა შეიქმნას, უნდა ხელი შეუწყოს სახელმწიფომ რაღაცა ინსტიტუტები შეიქმნა, სადაც აი ეს მეგობრობის, ამხანაგობის, კოლექტიური რაღაცა იდენტობის, ერთიანობის რაღაცა კულტი იქნება დასაწყისშივე. და რაც უფრო ძლიერი იქნება ეს ერთეულები, მით უფრო თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება ვიქნებით, მით უფრო ძლიერი საზოგადოება ვიქნებით. ნიშნულოვანი ახლა მე არა ვარ იმის მომხრე, რომ რაღაცა რელიგიური უმცირესობები დაიჩაგროს სადღაც და ჩვენ რაღაცა ვერ გავრიყოთ რაღაცა რელიგიური ნიშნის ადამიანი, არავითარ შემთხვევაში მე ვარ იმის მომხრე, რომ მართლმადიდებლობა მაჩვენა, რომ მას ყველაზე კარგად შეუძლია, მოდი ესე ვიტყვი, ყველაზე კარგად შეუძლია ქართული იდენტობის შენახვა, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რაღაცეები, მე-20 საუკუნეს გადავხედოთ და ვნახოთ ჩვენი ეროვნული მოღვაწეები და ვნახავთ, რომ ეს ფუნქცია რაც ეკლესიას ჰქონდა, ანუ ქართული კულტურის განვითარება და იდენტობის განვითარება, ეს ფუნქცია ჰქონდა ქართულ კულტურულ ინსტიტუტებს, იქნებოდა ეს თეატრი, კინო, ასე შემდეგ, ისე საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, უნივერსიტეტს, ინსტიტუტებს და ჩამოგითვლით სახელო გვარებს მე-20 საუკუნეში, რომლებიც ქართული ეროვნული იდეისთვის, ქართული ეროვნული იდენტობისთვის არანაკლებ და შეიძლება ხშირ-შემთხვევაში მეჯერაც უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, ვიდრე ბევრი სასულიერო პირი, ხო? მე არ ვადარებ, არ მიყვარს ეს შედარება, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ეს როლი ეროვნული იდენტობის როლი, რომელიც დღეს სამწუხაროდ მარტო ეკლესიას შემორჩა, ეს როლი ქონდა სხვა ინსტიტუტებსაც და ეს სხვა ინსტიტუტებმა ამიტომაც ითამაშეს ამხელა როლის ქართულ საზოგადოებაში. ეს როლი უნდა დაუბრუნდეს ამ ინსტიტუტებს. დღეს უნივერსიტეტები, რომელიც ლიბერალურ რაღაც ცეხებად არიან გადაქცეულები, უნდა დაუბრუნდეს ეროვნული იდეა, ეროვნული კულტურის იდეა. ეს უნდა იყოს ეროვნული ცენტრები უნდა იყოს ინსტიტუტები, ეროვნული ცენტრები უნდა იყოს მე არ ვსაუბრობ იმაზე, როდესაც ვსაუბრობ ეროვნულ ცენტრებზე, არ ვსაუბრობ რაღაცა ესეთი სწორხაზოვან იდეოლოგიურ პროპაგანდას, არ ვსაუბრობ, აი
ესე იგი ისეთი ფრაზები რომ არის, რომელსაც შინაარსი აღარ აქვს რა, სადღეგრძელოები რომ არის. არა. ვინ გააკეთა იმდენ რამდენიც მაგალითად ივანე ჯავახიშვილმა გააკეთა, რამდენიც მაგალითად სხვადასხვა ისეთმა ადამიანმა გააკეთა. მე იმის თქმა მინდა რომ ინსტიტუტები უნდა ატარებდნენ შინაარსს. ეს შინაარსი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ეროვნული და უნდა იყოს რომ მარტო იურისტი, მარტო ისტორიკოსი, მარტო ეკონომისტი, მარტო რაღაცა პროფესიის ადამიანი კი არ უნდა გამოდიოდეს იქიდან. იქიდან უნდა გამოდიოდეს ადამიანი, რომელსაც ესმის აი ამ კულტურული იდენტობის მნიშვნელობა. რომელსაც ესმის თუ რა არის მისი კულტურა, რომელსაც მისი ეროვნული ნარატივი არ არის უცხო, რომელსაც და მნიშვნელოვანია, უპირატესია სხვა ეროვნულ ნარატივთან. ოდა ამავე დროს მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის არის სამყაროს ნაწილის, რა თქმა უნდა, ის არ უნდა მე ნაციონალისტვის ფრთხილი ვარ და მინდა რომ ეს ნაციონალიზმი არ იყოს აი ესეთი თვითკმობის იარაღი. აი ხშირად არის ხოლმე აი ეს სამწუხაროდ ნახე, აი სომხეთში სამჯერ ვარ ნავყოფი კონფერენციაზე და სამივეჯერ ერთი და იგივე ის ვნახე, რომ აი ეს თვითკმობა და რაღაცა ეს ძალიან გაიდეალება. აი მე მგონია რომ არაფერი კარგი სომხებს ამან არ მოუტანა. არა, მე მინდა რომ ამ ადამიანებს ძალიან კარგად ესმოდეს და ის საკუთარი ეროვნული იდენტობა და აი ის რაც როგორც მოხდა რეალიზება მაგალითად ივანე ჯავახიშვილთან, ხო? ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, ხო? მას შეიძლება ძალიან კარგად ყოფილიყო იქ და მე რევოლუციის შემდეგ საერთოდ საქართველოში კი არ ჩამოსულიყო, წასულიყო იქ გერმანიაში და რომელი უნივერსიტეტი არ მიიღებდა ესეთ ადამიანს, ხო? მაგრამ არა, მას სწორედ საკუთარი ეროვნული იდენტობის გამო და ეროვნული ცნობიერების გამო ის ჩამოვიდა საქართველოში და დააარსა ჩვენი პირველი უნივერსიტეტი, ხო? სწორედ აი ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ინსტიტუტები მიმართული იყვნენ ამ იდენტობის გაძლიერებისკენ, მიმართული იყვნენ კოლექტიური ინსტიტუტების, როგორიცაა ოჯახი, სამეგობრო, როგორიც არის რაღაც ისეთი ერთობა, რომელიც უფრო მეტად გაერთიანებს შენთვის აბსოლუტურად უცხო ხალხთან, თუმცა შენ საერთოდ არ იცნობდე, შეიძლება არ იცნობდე, მაგრამ რო ჩახვალ იქ, მაგალითად, რა ვიცი, სვანეთში რო ჩახვალ, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, კახეთში და ასე შემდეგ, აი ეს ისე იყოს ძლიერი ეს იდენტობა ყველა მათგანში, რომ უცხობის მიუხედავად იმდენი რამე იცოდე მის შესახებ, იმდენი საერთო კონდეს და იმდენი საერთო საკითხი, იმდენი რაღაცა გაერთიანებდეს, რომ ძლიერები იყვნენ და ერთ მუშტად შეკრულები იყვნენ. ესა ყველა ქართველი ესეთი ეროვნული მოღვაწის ოცნება სწორედ ეს იყო. ყოველთვის ეს იყო ის. ილია ჭავჭავაძედან დაწყებული ყველასთვის ეს იდეა იყო, რომ ქართველებს ჰქონოდათ ბევრი საერთო. და ლიბერალიზმი ამის აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. ხელისუფლებაზეც მინდა თქვა, ხელისუფლება იქ სადაც ანტილიბერალურია, იქ არის კარგი. აი ყველა მისი ანტილიბერალური ნაბიჯი, იქნებოდა ეს საგარეო პოლიტიკა, იქნებოდა ეს, რა ვიცი, დაზღვევა, სხვა ესეთი პოლიტიკები, სადაც ის ანტილიბერალური იყო კარგი. მაგრამ ხელისუფლება, რომელმაც გააგრძელა ლიბერალური საკითხები, რომელმაც არ შეცვალა ეს ლიბერალური პოლიტიკა, იქ ხელისუფლებამ ყველგან მიქარა და იქ ყველგან ხელისუფლება დამარცხდა. მარცხდება ყველგან, სადაც აი ავიღოთ უბრალოდ განათლების რეფორმას მეფორმარი ყველაზე კარგი მაგალითი ამის, ხო? დამარცხდა. დღეს თვითონ აღიარებენ, დამარცხდნენ და მათ მიქარეს, რომ რაღაცები არ შეცვალეს, ხო? ამიტომ ძალიან ესე იგი უნდა მოახდინოს გაცნობიერება, რომ რატომ შეიძლება არ გავაკრიტიკოთ დღეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ალტერნატივა ამ ეტაპზე არის უფრო მეტი ლიბერალიზმი. ეს თუ უფრო ნაკლები ლიბერალიზმია, არის მეტი ლიბერალიზმი. ჩვენ თუ უფრო მეტი ლიბერალიზმისკენ წავალთ, აბსოლუტურად დავიშლებით, ჩვენ აღარ ვიქნებით საზოგადოება, ჩვენ ვიქნებით ინდივიდები, რომლებიც ეძებენ. აი, მზად არიან, რა პრობლემა არის? ინდივიდუალურად გადარჩეთ და წავიდეთ რაღაც გერმანიაში, ამერიკაში და იქ გადარჩეთ და შეიძლება ავიწყოთ შვენიერი ცხოვრებაც კი, მაგრამ აღარ მათი შვილები აღარ იქნებიან უკვე ქართველები, აღარ მოუნდებათ ქართველობა, მაგრამ გვაქვს მეორე გზა. მეორე გზა ეს არის ის, რომ ამ მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად ეს იდენტობა თუ ძლიერდება და თუ ორიენტირებულია ამ
კოლექტივზე ორიენტირებულობა რას ნიშნავს, რომ სოციალური პოლიტიკაც, ეკონომიკური პოლიტიკაც, ყველანაირი პოლიტიკაც მიმართულია კოლექტივის გაძლიერებას, არა ინდივიდუალურად ადამიანების გაძლიერებას, არამედ კოლექტიურად გაძლიერებას. ოჯახი იყოს ძლიერი, სამეგობრო იყოს, სანაცნობო, სანათესავ, აი ეს ურთიერთობები იყოს იმდენად ძლიერი, რომ ეს მთელი ერზე გავრცელდეს საბოლოო ჯამში. ყველა ქართულს საკუთარი თანამემამულე ნათესავად მიაჩნდეს. საბოლოო მიზანი მე ეს მგონია. ამიტომაც არის საჭირო, რომ ბევრს არ უყვარს სოციალიზმის საკითხი, მაგრამ სოციალიზმის პოლიტიკების გადმოტანა საქართველოში არის იდეალური. და ეს სწორედ სოციალიზმის პოლიტიკები, მე არ ვამბობ, რომ სოციალიზმი ავდგეთ და გადმოვიტანოთ საქართველოს სოციალისტური სახელმწიფო შექმნათ. არა, მე ჩვენ ნახეთ, რომ ქართული რეალობა ცოტა სხვანაირია და აქ სხვა ელემენტები ჭირდება, მაგრამ აი ეს დამღუპველი ლიბერალიზმი, ხო? და ამას დამატებული ეს რაღაცა ესე იგი კაცი ადამიანში როგორც ლუარსაბ თათქარიძეობა, ხო? აი ფული აღმოჩნდება უსვად ეგეთ ლუარსაბ თათქარიძეს ხელში და ინგრევა ყველაფერი, გვენგრევა ყველაფერი. ამ ლიბერალიზმმა ხელი შეუწყო ესეთ ადამიანების რაღაც გაძლიერებას. ამის საპირისპიროდ გვჭირდება რაღაც სხვა რეალობა და ამიტომ რატომ არის ესე იგი რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი როგორც მოვლენა უამრავი კრიტიკა შეიძლება მასზე, მაგრამ დღეს რატომ არ ვაკრიტიკებ, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ დღევანდელი კრიტიკა ჩაეწერება ლიბერალებს. ჩემი კრიტიკა კიდევ უფრო შეიძლება შორს წავიდეს საბჭოთა კავშირის მიმართ, მაგრამ საქმე ისე რომ ხომ არის შედარებითი ერთი სისტემა და მეორე სისტემა, ხო? ლიბერალური სისტემა უარეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი საზოგადოება ჩვენიერი ვიდრე საბჭოთა სისტემა და არა ლეგიტიმური ჩემი აზრით ლიბერალების კრიტიკა საბჭოთა კავშირის მიმართ და ამ კრიტიკის ფონზე ლიბერალები ატარებენ საკუთარ რეფორმებს, ბენდუქიძის რეფორმას. აი თურმე საზოგადოებრივი საკუთრებები არ გვჭირდება, თურმე მაქსიმალური პრივატიზაცია უნდა მოხდარიყო. აი ამ კრიტიკის არსი ეს არის, რომ უფრო მეტად გააძლიერონ ლიბერალიზმი. ჩვენ თუ დავიწყებთ სოციალისტური სოციალისტური სისტემის კრიტიკას უნდა დავიწყოთ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, აბსოლუტურად სხვანაირად. სწორედ ამიტომ ის მიღწევები, რაც საბჭოთა კავშირის ჰქონდა, უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ სოციალისტური ელემენტი გვჭირდება, ეს კოლექტიური ერთობები, კოლექტიური ენერგია, ესე ვთქვათ, შევინარჩუნოთ და მეორე მხრივ უნდა მოახდინოთ ლიბერალიზმის რაღაცნაირად დეკონსტრუქცია. იმედია თავი მაინც და მაინც არ შეგაწყინეთ. ჩემი რაღაც წუხილი მქონდა, მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის და გარკვეულწილად რაღაცა გზა, რაღაცა რა თქმა უნდა არაა ჩამოყალიბებული იდეოლოგია, მაგრამ რაღაცა მიმართულება მომეცა ფიქრში, რომ მოდი ამაზე დავიწყოთ ფიქრი და მოდი რაღაც ალტერნატივებზე ვიფიქროთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ დაუცდით ამ რეალობას, რომელიც დღეს გრძელდება, ვსაუბრობ ლიბერალურ ეკონომიკას, ხო? ესა ნელი სიკვდილი. ნელი სიკვდილის არ გაჩერება არის ჩემი დანაშაული. ამიტომ კრიტიკა და რასთავარია გააზრება, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, სადაც კონსერვატიზმი ამ შემთხვევაში იქნება ძლიერი, სოციალურად ორიენტირებული და თანასწორობაზე ორიენტირებული საზოგადოების რაღაცა იდეოლოგიური საფუძველი. და კონსერვატიზმი უნდა იყოს სწორედ ის იარაღი, რომელიც აი ამ ისტორიულ მისიას შეასრულებს. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ჩვენ ნენელა გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც პასიური მდგომარეობიდან აქტიური მდგომარეობაში გადავალთ და მოვითხოვთ უკვე ძლიერ სოციალურ სახელმწიფოს, რომელიც სოციალური იქნება ქართული ერისთვის, ქართული საზოგადოებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.